ხარისხის ნიშანი აჭარულად ერთი წლის წინ აშენებული ბაღის შენობა ინგრევა. უსაფრთხოების გამო სკოლამდელი დაწესებულება დაიხურა. 27 ბაღში არსებულ ვითარებაზე ბათუმის მერია კომენტარის გაკეთებას დუმილს ამჯობინებს. არადა დაწესებულება ბიუჯეტის ფულით აშენდა. ბათუმის 27 საბავშვო ბაღი გახსნიდან 1 წლის შემდეგ დაიხურა. ფუნქციონირების შეჩერების შესახებ მშობლები საშობაო არ დადეგებამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს. მიზეზად კი შენობის ავარიული მდგომარეობა დაასახელეს. მეორე წელია უკვე ეს ბაღი ფუნქციონირებს, მეორე წელია დადის ამ ბაღში. ეხლა დეკემბერში სხვა ბაღსების მოხსნამ დაახლოებით 10 დღით ადრე გვითხრეს, რომ ბაღი აღარ იფუნქციონირებდა და მიზეზად დაგვისახელეს, რომ ბაღი არის ავარიული. საბავშვო ბაღების გაერთიანებას შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ 27 ბაღის გამგემაცნობა. მზია ჩიჩუას განცხადებით დაახლოებით 2 თვის წინ შენობას ბზარები გაუჩნდა, რომელიც ყოველდღიურად ფართოვდება. დაიბზარა საყრდენი კედლებიც, რამაც შენობის ნგრევის საფრთხე შექმნა. ამჟამად მყავს 224 აღსაზრდელი და ბოლო 2 თვის მანძილზე შევამჩნიეთ ბზარები, რომელიც დროთა განმავლობაში მატულობდა, ბაღში შეიმჩნევოდა რყევები და ჩავთვალეთ, რომ ეს ყველაფერი სახიფათო იყო და გადავწყვიტეთ, რომ ბაღი დროებით დაგვეხურა. უსაფრთხოების მიზნით სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ მიიღო. შენობის მდგომარეობა სამხარაულის საექსპერტო ბიურო შეისწავლის, სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული განახლება თუ არა ბაღში სასწავლო პროცესი. მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზას და 10 დღის შიგნით მოგვაწოდებენ დასკვნას და ამის შემდეგ განსაზღვრავთ ბავშვები გადანაწილებული იქნებიან თუ არა სხვადასხვა საბავშვო ბაღებში. რამ გამოიწვია 1 წლის წინ აგებული შენობის დეფორმაცია და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ბათუმის მერიაში დღეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ამ დრომდე გაურკვეველია რაბედიელის 27 ბაღის 224 აღსაზრდელს. დროებით ბავშვების სხვა ბაღებში გადანაწილება შესაძლოა ვერ მოხდეს, რადგან სექტემბერში საბავშვო ბაღების სიმცირის გამო ბათუმში სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებების მიღმა 3000-ზე მეტი ბავშვი აღმოჩნდა. მოქმედი ბაღები კი მაქსიმალურად არის გადატვირთული.